მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ. საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები ისევ დგანან პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. ეს უწყვეტი პროტესტია, მაგრამ მხოლოდ ბათუმში და არ მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა ქალაქში, ყველგან ისმის დღეს პროტესტის ხმა და მოქალაქეების შევალობა არის ძალიან მკაფიო, რომ ისინი არაპირებენ შეეგუონ დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში. არაპირებენ რომ ვიცხოვრონ ქვეყანაში, სადაც იქნება პოლიტიკური პატიმრები და დაუშვან დიქტატურის დამყარება, რომელსაც ძალიან აქტიური ფორმებით ცდილობს ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციური და არ ლეგიტიმური მთავრობა დღეს. აქ გამოფენილია თქვენ ხედავთ დროშები, როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის დროშები, ეს დროშებია, რომელთაც ყოველ საღამოს ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე გამოდიოდა ზურაბ ჭავჭანიძე, დევნილი კაცი აფხაზეთიდან, რომელიც ბათუმის მეტროში იქცა და გამოდიოდა დროშებით ხელში, ვიდრე მას არ დააკავებდნენ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის შემდეგ. მას ედავებიან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თუმცა როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ამ საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას, ან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. ერთადერთი ვიდეო მტკიცებულება მის საქმეში ეს არის ვიდეო კადრი, სადაც ჩანს, რომ ზურაბ ჭავჭანიძე გადაადგილდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში დროშით ხელში. და არანაირ მტკიცებულება რაც დაადასტურებს იმას, რომ ზურაბ ჭავჭანიძე იყო ჯგუფურ ძალადობის მონაწილე, წარმოდგენილი პროკურატურას ამ ეტაპამდე არ აქვს. სასამართლოს ხდომა ზურაბ ჭავჭანიძის საქმეზე უკვე გაიმართა და ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმელი მეტროში უკვე შიმშილობს მე-10 დღეა, ის განაგრძობს მშრალ შიმშილობას პროტესტის ნიშნად. დღეს ჩვენ ვესაუბრებთ, ბათუმელები ესაუბრა ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლეს, სახელმწიფოებისა გიორგი, მინდა რომ გაგესაუბროთ აქვე გიორგი ქამადაძე, პროევროპული აქციის აქტიური მონაწილე. ზურაბ ჭავჭანიძე უკვე მე-10 დღეა შიმშილობს, ახლა მის შესახებ უყვებოდი ჩვენს მაყურებელს, დღეს ველაპარაკეთ მის მეუღლესაც, რომელიც ამბობს, რომ წყალსაც კი არ იღებს ზურაბი. რა შეგიძლიათ თქვათ მის შესახებ? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონ ზურაბს კიდევ ერთხელ კი ამ პირველ რიგში უშუალოდ ჯანმრთელობას და რა ვიცი, ჩემი თხოვნა იქნება როგორც ერთი რიგითი მოქალაქის და როგორც ერთი რიგითი პროტესტის მონაწილეს გარო შეწყვიტოს შიმშილობა, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში ავნებს მის ჯანმრთელობას და რეალურად ამ რეჟიმს, სადაც ჩვენ ვემჩვით, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა პროტესტის ცივილურ მეთოდებს, იმიტომ რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ადამიანები შიმშილებენ, ჩინური არაღეთ მოიწამლებიან თუ ტიტუშკები გაგვისწორდებიან სადღაც მდელ კუთხეში, იმიტომ რომ მათთვის ეს არაა მორალური ხაზები და აზრი არ აქვს ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, მე დიდ პატივისცემას ვაცხადებ ბატონის ზურაბს მისამართით, იმიტომ რომ ეს ადამიანი პროტესტის განხილვის პირველივე დღიდან ჩვენთან ერთად იდგა, ჩვენს გვერდით იყო, ჩვენი მედროშე იყო ერთ-ერთი და მოგეხსენებათ რეჟიმმა ქართული დროშის ფრიალი ვერაპატია ჩვენს გვერდით ყოფ ადამიანებს. ბატონი თემურ ქათამაძე ჯერ რამოდენიმე თვის განმავლობაში გამოთხოვა დატყვევილი, მე საკუთრებიდან გააძევეს ეს იმ ფონზე, როცა ჩვენს ქვეყანაში უამრავი რუსი, თურქი, არაბი შემოდის მარტივად და ხებულებენ ამ ქვეყანაში ბინადრობის უფლებას და ამ დროს ჩვენთვის ჩვენი ქართული მუჰაჯირების შთამომავალი, ხო? ბატონი თემური ჩვენი მედროშე, რომელიც ჩინებულად საუბრობს ქართულ ენაზე, აქვე ეს აღნიშნო. და იცი ძალიან კარგად საქართველოს ისტორია, ჩააბარაკიდევაც გამოცდები. შეიძლება კიდევ ბევრ ადგილობრივ მაცხოვრებელს კარგად ის ქართული ისტორია და ქართული ენას. ეს რა თქმა უნდა არის რეჟიმის ხელწერა და ამიტომ მე ბატონ ზურაბს ჩვენთვის უბრალოდ ზურაბს თხოვ რომ შეწყვიტოს ეს შიმშილობის აქტი, იმიტომ რომ ეს მის ჯანმრთელობას და რეჟიმს რეალურად არანაყოლეს ადამიანების უბრალო ადამიანებს. მე მზად ვარ თავის შემწირო ჩემს სამშობლოს, ასეთი რამ უთქვამს მას ერთ-ერთი აქტივისტისთვის, როცა მას დაურეკავს გუშინ ტელეფონზე ზურაბ ჭავჭანიძეს უშუალოდ. ბატონი ზურაბ არის ადამიანები, ისეთი ადამიანი, რომელთვისაც თავად და ყველაფერი ამ ქვეყანაში არის, ამ ცხოვრებაში არის, მისთვის სიყვარული არის, თვითონ მოძაბელ ძალა. აი თუ ვისაც უნახავს მისი ცხოვრებელი ეზო, როგორ აქვს მოხატული, რომ
ღმერთი სიყვარულია და გვიყვარეს ერთმანეთი, ასეთი ადამიანის ტყვეობაში უნდა საერთოდ ცალკე დანაშაულია კაცობრიობის წინაშე და ამიტომ ბატონი ზურაბს პატრონობა საერთოდ წარმოუდგენელი ამის რეჟიმისთვისაც კი, მაგრამ რეჟიმს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ ადარდებს არაფერი ადამიანის მდგომარეობა, მათი შიმშილობა იქნება თუ პროტესტის სხვა ფორმა, მათი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ეს რეჟიმის შენარჩუნება, საკუთარი კეთილდღეობა ეს ფინანსური თუ თანამდებობრივი ასე მოყვება ხოლმე როგორც ვიცით Deep State-ის დანიშნული პრემიერებიდან დაწყებული, დამთავრებული უბრალოდ რიგით ჩინოვნიკებით, რომლებიც დღეს სხვათა შორის ევროპაში არიან ვიღაცები სამკურნალოდ, მაშინ როცა ჩვენი მთავრობა გვიცავს, რომ ევროპაში ამაკაცები მათ შორის თორნიკერი ჯვართ. დიახ, მაგას მაქვს საუბარი. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე. არ გათხოვდეს გერმანიაში, გერმანიაში. კი, გერმანიაშია. არავინ არ გათხოვებული იყოს, უსურვებდი ამისთვის ჩვენი მთავრობა გვეხმარება მაქსიმალურად და რა ვიცი, ნახოთ რა როგორ იქნება, თუმცა რატო ხდება ეს როცა გველაპარაკებიან Deep State-ზე, ევროპაზე, როგორც რაღაც საშიში ადგილზე, რომ იქა რაღაცა ქართველება შემოდის იქიდან, საშიშია, ათხოვებენ კაცებს და ასე შემდეგ და ამ დროს თვითონ შემდეგ მიდიან ევროპაში, მათი შვილები ისწავლობენ, ასე როცა მათ სჭირდებათ უშუალოდ, ხო, იგივე რაღაცა ჯანმრთელობის გომერობის კუთხით მიდიან იგივე გერმანიაში. ანუ რეალურად ამ ადამიანებმა ვინც ქმნიან ამ პროპაგანდას, ანუ პროპაგანდის შემოქმედები ვინც არიან და ქართული რუსული ოცნების რეჟიმის შემოქმედები ვინც არიან, კარგად ისინი სიმართლე და ეს მესეჯ ბოქსი, რასაც ხომ ისინი ავრცელებენ სოციალურ ქსელებში, ტელევიზიით თუ ხალხა პოდკასტებში ასე არ აქვს მნიშვნელობა, ეს ყველაფერი მათაც ისინი ტყუილია. და რეალურად ეს ყველაფერი გაქრიდა საკუთარ ამომრჩეველს რომ ხალხი მოატყუო, ხო? საკუთარ ამომრჩეველს არის გათვლილი, რომლებიც მათ ანუ რომ დაუჯერონ ანუ მათ ხარისხოდ დაარჩინა მათი დაეჯერონ, თორე რეალურად ადამიანები ვინც ვართ ამ ჩართული, ვისაც ელემენტარული შეგვიძლია ფაქტების გაანალიზება და კითხვის დასმის საშუალება რო გვაქვს, იმიტომ ნახეთ, ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც გვაქვს თუნდაც პროპაგანდა, ადამიანები ვარჩევენ და დავსვათ კითხვა ხოლმე ხო არა ეს ყალბი ინფორმაცია, დღეს 2025 წელია და ნებისმიერ შეგვიძლია გადავამოწმოთ ხოლმე ინფორმაციის სინამდვილე, სიზუსტე. და ამ შემთხვევაში ქართული ოცნებას, ანუ რუსული ოცნება საიგულობს, იმიტომ ადამიანების დიდი ნაწილი ამას არ აკეთებს ჩემი აზრით. და მათ მიყვებია ხო მათ პროპაგანდა მედიას, ასე იქნება TV იმედი თუ ის პოსტივი და მათთან ის მეტასტაზები და არის გავრცელებული ამ ასეთ პროპაგანდისტულ არხებს ბრმადენდობიან ხო და ამიტომაც აკეთებენ რომ ეს მოქმედებს და მუშაობ მათ ამომრჩეველზე რომ აი ნახეთ ევროპა რა ცუდია და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში კარგად ვიცით რომ საკუთარი ოჯახის წევრები, საკუთარი ნათესავები, ყველა ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, თუნდაც იგივე პოლიტიკური თავისუფალი აღამოშტაბო სჭირდება ვიღაცებს, ყველა გადის მაინც ევროპაში და არ ვიცი, მე მინდა კითხვა დაუსვათ ეს მაყურებელს, ალბათ ნაკლებად იქნება ეგეთი ადამიანები, ვინც გვეგებთ და ამ კითხვას ვუპასუხოთ, რომ მაინტერესებს რამდენი ადამიანი იციან, ანუ ეგრეთ წოდებული ქართული ოცნები და ვინც რუსეთში მიდის სამკურნალოდ. რუსეთში არის დავის საკუთარ შვილებს სასწავლებლად და ვიცი ფიქრობ რომ რუსეთში არის მათი ოჯახის უკეთეს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებიდან ხო და მათი ოჯახის წევრებიდან რუსული ოცნების მაღალჩინოსნებიდან მართლა მაინტერესებს ვინმე თუ უნახოთ ადამიანს ეგეთი რომ აი მაგალითად აი ამ დავის მინის პოდიში მინის გაუგზავნია თავის შვილის სასწავლებლად თუნდაც მოსკოვში, რიაზანში, არ ვიცი სულ ქალაქები რაც ახლა მასშტაბში მოახმაროთ. აი თუ უნახავთ იმას რომ გაეგზავნოთ ან სასწავლებლად ან სამკურნალოდ. მე არ გამიგია ასე და თვითონ დამისახლებ ეგეთ ფაქტს მივესალმებ და მათთან შევალ დებატების ჩიტაც საინტერესო იქნება. სხვათა შორის კიდევ ერთხელ ვიტყოდე ჩვენი აჭარის მთავრობის ყოფილ მაღალჩინო მეთაურზე ბატონ თორნიკე ჭვალძე ბატონის შემთხვევაში წყალებით არის, იმიტომ რომ რა ვიცი როგორც კორუმპირებული და ქართული ოცნების მიუღებელი პერსონა აღმოჩნდა. თუ სწორად მახსოვს, ბოლო პერიოდში საკუთარი შვილები საჯარო სკოლიდან გამოიყვანა, გადაიყვანა კერძო სკოლაში სასწავლებლად. კი ბატონო, ნებისმიერი არჩევანია, ვინ სადასწავლეთ თავის შვილებს, მაგრამ როცა ხარ საჯარო პირი, როცა ხარ რეგიონის უმაღლესი მთავარი პირი და ესე იგი თვლი რომ შენ საჯარო სკოლებში არა ესეთი საკმარისი განათლება რომ შენ შვილებს შეესაბამება და გადაჰყავს კერძო სკოლაში. მაშინ ესე იგი რა გამოდის რომ ადამიანები ის ბავშვები რომლებიც სწავლობენ ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში, ესე იგი მათთვის მოსულა ის ბოდიში ასე ჟარგონში მოსულა ეს განათლების სტანდარტი, მაგრამ საკუთარი შვილებს უკეთესი უნდათ. ხო და არ ვიცი მე ქართული რუსული ოცნების ხარდამჭერს მინდა რომ
ამ ყველაფერს დაგიქნიან. ძალიან მარტივია ანალიზი აკეთება ჩემი ასეთ. დიდი მადლობა, ეს გიორგი ქამადაძე იყო პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ, რომ ეს ბათუმის საპროტესტო აქცია, პროევროპული აქცია ბათუმში 373 საღამო, როცა მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში საკონსულო სასამართლოსთან. ეს არის უკვე ტრადიციული შეკრების ადგილი ბათუმისთვის, როცა ნებისმიერ ამინდში მოქალაქეები ყოველ საღამოს გამოდიან და უცვლელია პრინციპში მოთხოვნები, ეს არის ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში, არლეგიტიმური მთავრობის გადადგომა და ეხლა უკვე უმთავრესი რაც ჟღერდება ამ აქციებზე, როგორც ბათუმში, ასევე სხვა ქალაქებში, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. გავისაუბროთ მოდი აქციის სხვა მონაწილეებსაც. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგისაუბროთ. მინდა გითხოთ მედროშეზე, ზურაბ ჭავჭანიძე, რომელიც ბათუმის აქციის მედროშე დიძა, ის შიმშილობს უკვე 10 დღეა. რამდენად ჩანს, რომ ებრძვის ერთგვარად ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ სიმბოლოებს ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციური მთავრობა. დღეს შორის კიდევ ერთი მედროშე, ოღონდ ზუგდიდის საპროტესტო აქციიდან დააკავეს, დააპატიმრეს 7 დღით, იმიტომ რომ ის იყო ბანერით მისული და ეწერა რაღაც გარკვეული ფრაზა მილიციაზე. იცავს რომ მე მქონდა ფრაზა მილიციაზე და არა პოლიციაზე. დააპატიმრეს 7 დღით. კიდევ მანამდე კიდევ ერთი ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე, რომელიც ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, ის საერთოდ გააძევეს ქვეყნიდან, დააპატიმრეს და ლტოლვილი სტატუსიც კი არ მიანიჭეს. რას აჩვენებს ეს ამბები თქვენთვის? პირველ რიგში მინდა ზურაბზე ცნობიდა, რომელიც არის უსაყვარლეს ადამიანი და მებრძოლი ადამიანი. ესეც არის მისი ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი და მისი პროტესტის ერთ-ერთი მეთოდი, თუმცა ჩვენთვის ზურაბის ჯანმრთელობა და ესე ვთქვათ ის, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დაგეცდილებად უფრო მნიშვნელოვანია და მან ისედაც ძალიან ბევრი გააკეთა, ისედაც ბევრს აკეთებს და ამიტომ ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ცოტა უფრო გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ჯანმრთელი უფრო ჭირდება ჩვენსთან ჯანმრთელი ჭირდება. შესაძლოა წყალსაც არ იღებს, როგორც ის ამ მეუღლებ გითხრა. ის და ხაი ძალიან განვიცდის მდგომარეობას ყველა და ასე რომ სამწუხაროდ ჩვენ ისეთ სისტემას ვებრძვით, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავდა. შესაბამისად არ იქნება სწორი ამ მექანიზმით ბრძოლა, უბრალოდ ესე მგონია. თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივცემ და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის არის ნამდვილი მებრძოლი და ნამდვილად ბრძოლობს თავისი ღირებულებით. რაც შეეხება სისტემის მოქმედებებს, რა თქმა უნდა, ყველა მათი მოქმედება არის ანტიქართული და ეწინააღმდეგება ყველანაირ ღირებულებას და ყველანაირ მორალს. ყოველ დღე მათი მხრიდან განხორციელებული ეს ქმედებები თუ გამოთვლები და სხვადასხვა ფაზები, თუნდაც რასაც ისვრიან საზოგადოებაში მისამართად, მეტყოლებს იმაზე, რომ მათ არ აქვთ არანაირი რაღაც მორალური ღერძი, რომელსაც შეიძლება რომ დაიყვანონ, თუნდაც ისაუბრო, რომ აი ამ მორალური ღერძის გადმოსახედიდან, მორალური გადმოსახედიდან საუბრობენ ისინი, რაც ერთგვარად უფრო არ რთულებს საქმეს, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი რაღაც მორალური ღერძის გარშემო იბრძვის, ესე იგი მას რაღაც შეგვიძლია რომ რაღაცნაირად მივუდგეთ ესეთ სისტემაზე ეს ადამიანებს და მათი ერთადერთი მიზანი, როდესაც არის ბევრი ფულის შოვნა და საერთოდ არანაირი მორალური ესე ვთქვათ მექანიზმი არ გააჩნიათ, რა თქმა უნდა ეს თუ არ რთულებს სიტუაციას. დიდი მადლობა, თქვენი სახელმწიფოარი. მარიამ შანკერად. დიდი მადლობა. თქვენ უსმენთ ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მე მათ ვესაუბრები ზურაბ ჭავჭანიძის შესახებ, ბათუმელი მედროშის შესახებ, რომელიც უკვე შიმშილობს მე-10 დღეა. დღეს ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლემ ჩვენ ესე გვითხარ, რომ ზურაბი არც წყალს არ იღებს, ანუ ეგრეთ წოდებული მშრალი წესით შიმშილობს. კიდევ ერთი მედროშე, ამ შემთხვევაში ზუგდიდის საპროტესტო აქციის მედროშე დღეს 7 დღით დააპატიმრეს და ამიტომაც ვაქვს კითხვა დღეს პროევროპული აქციის მონაწილეებთან, ამით გამოდის, რომ ოცნების რეჟიმი ებრძვის საქართველოს სახელმწიფოსთან დაკავშირებულ სიმბოლოებს. თეონე შეიძლება ერთიც ხოსრებავ თქვენ სახელს.
ამაკეთ მინდა გითხოთ მე დროშეების შესახებ. ზურაბ ჭავჭანიძე შიმშილობს უკვე 10 დღეა, წყალსაც კი არ იღებსო, ესეთი რამ გითხრათ ეს მისმა მეუღლემ. რადგან ებრძვის ქართული ოცნების მთავრობა დროშას, როგორც საქართველოს სიმბოლოს, საქართველოს სახელმწიფოს სიმბოლოს, კიდევ ერთ მედროშეს, თქვა ზუგდიდელ მედროშეს ეს შეუფარდა 7 დღის ადმინისტრაციული პატიმრობა. ხოლო მანამდე კიდევ ვიცი ხო ბათუმის საპროტესტო აქციის მედროშე თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების თავმოვალი ის საერთოდ გააძევეს ქვეყნიდან. რა საჩვენებს ეს თქვენთვის? პირველ რიგში იმას, რომ რა თქმა უნდა ქართულს და ყველანაირ ეროვნულს ევროპული ღირებულებებით სავსე ადამიანებს, რომელსაც მხოლოდ სიყვარული ამძრავებს და ქვეყნის სიყვარულის მეტი არაფერი არ გააჩნიათ. თან მით უმეტეს ბატონის ზურაზე არ შეიძლება ყველას ყველაფერი დასწამო და ამ ჰიბრიდული ომის პირობებში ახერხებენ მეტნაკლებად ქართული სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება უნდა, ანუ პრეზიდენტის სასახლის აღებას ცდილობდა, ასეთია პროკურატურის ოფიციალური ვერსია. აი თქვენ თავადაც იცნობთ ბატონ ზურას, აი როგორი მოსიყვარული ადამიანი არის და აი მხოლოდ სიკეთებოდის მისგან და ანუ ქართული ოცნება ძალიან აჭრილია და იმასაც კი ვეღარ ხდებიან ვის რა დააბრალოს ესე რომ ვთქვათ და ეს არის და ეს ანუ ქართულ სიმბოლიზმს ებრძვიან და მე ჩემ მოკრძალებული აზრით ვფიქრობ რომ ბატონმა ზურამ უნდა შეწყვეტა შიმშილობა, იმიტომ რომ შიმშილობა მხოლოდ მაშინ არის შედეგის დამდები, როდესაც რაღაცნაირი დემოკრატიული პატარა ნაპერწკალი მაინც გაქვს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყანა დემოკრატია კი არა, ანუ ფასადურია ყველაფერი აბსოლუტურად. აი აბსოლუტურად ყველაფერი, ანუ არანაირი დემოკრატიული ღირებულებები აღარ გაგვაჩნია და ისიც თითქოს ანუ ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ვიბრძვით და ვდგავართ, მაგრამ თითქოს აი ქართული ანგრეზა რო არის შეეყარა კედოს ცერცვიო, ეგეთი ანუ ეს მითხედავენ, მაგრამ უბრალოდ ჩვენი დანახვა არ უნდათ არ იაზრებენ რის გამო ვდგავართ, იმიტომ რომ ესენი არიან რუსები. აკაკის და ფსპ-ს ჰიბრიდი და მეტი არაფერი. აი ეს ქიმიური იარაღის გამოყენება, რამე შეცვალა ამ პოლიტიკური მოცემულობა, მათ შორის ქართული ოცნებისთვის, ხო მათი განცხადებებიდან რა ჩანს თქვენთვის? ჩემი აზრით ისინი როგორც აი 2012 წლიდან მოყოლებული სრულიად კანონზომიერად ისე დეзинფორმაციის გაშუქებას ცდილობენ აბსოლუტურად ყველანაირი კუთხით. ვიღაცები ამბობენ, რომ როგორი დაბნეულები არის, ანუ პირადად ჩემი მოსაზრებით საერთოდ არ მგონია ქართული ოცნება რომ დაბნეული იყოს, იმიტომ რომ აი წეღან თქვი, რომ აკაკს და ფსპ-ს ანუ თვითონ მამუკა მდინარეზე იქნება კობახიძე, ანუ ბიძინები რა, პატარა ანუ მაგათ სახელგვარითაც კი არ უნდა მიუმართოთ წესით, იმიტომ რომ პატარა ოლიგარქები არიან და აი მათ ენაზე მატრიაშკას სათამაშოები რო არის, აი მაგათ გვანან რა რეალურად. აი საერთოდ აზრი არ აქვს, აი უსახელოები არიან და აი მაგათ მზერაც კი რეალურად ისეთი აქვთ, რომ აი მზერას ისეთი განცდა მაქვს ხოლმე, როცა უსმენ მაგათ, რომ აი მზერას მიმიკაც კი რაღაცა კრემლიდან დაწერილია, რომ ამ სიტყვას რო იტყვით, აი მზერა დაიჭირეთ, ამ სიტყვას რო იტყვით, ვითომ შეგეშინდათ ქართული მოსახლეობის და ასე შემდეგ. ანუ ჩემი აზრით ჯერჯერობით არანაირი შიში არ აქვს ჩვენი, უბრალოდ ჩვენ ქვეყნის პულსზე გვიდავს ხელი და ჩვენ ევროპულ დასავლურ ღირებულებებს აუცილებლად დავიცავთ ნებისმიერი ასპექტით, იმიტომ რომ ამდენი ხანია ვიბრძვით და ჩვენ დანებების უფლება და მორალი არ გვაძლევს საშუალებას. რა სჭირდება ახლა ამ წინამდებობას თქვენი აზრით, რომ ის განვითარდეს, გაძლიერდეს და აიძულოს ოცნების მთავრობას რომ უნდა დაიხიოს? რაციონალიზმი ჩვენი კუთხიდან, იმიტომ რომ ამდენი წელია ოპოზიციაში ვართ და რაღაცები უნდა გადავაფასოთ. პლუს ამას მგონია, რომ პირადი ინტერესები ძალიან მინიმუმზე, მინუს დაბლაზე უნდა დავიყვანოთ და აი ეს არის და ეს ვიღაცებმა თავისი ეგო უნდა დაწიონ დაბალ ღობეზე რა ესე რომ ვთქვათ და აი როცა ამ ყველაფერს არ გულისხმობთ პოლიტიკურ ლიდერებს თუ არა მხოლოდ მათ? პოლიტიკურ ლიდერებსაც უკვე ვეღარ ვთვლი, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილმა რეალურად ლუსტრაცია მოახდინა ძალიან კარგად და
აი ის ნარატივიც რომ აი თავიდან 2012 წლიდან მოყოლებული გვეუბნებოდნენ რომ ნაცები ბუები არიან და ნაცების გვერდით არ დადგენ სწორედ ამ ქმედებამ 2012 წლიდან მოყოლებული რომ ნაცების გვერდით მე არ დავდგები ეხლა სამწუხაროდ ნაცების გვერდით ჯდომა მოუწიათ ციხეში და ის სწორედ ეგ არის რეალობა რა აი შეიძლება წითელი ხაზი გქონდეს და აი გახარია ჩვენთვის წითელი ხაზია დღემდე მაგრამ მას როდესაც მიგერ შერატონში ეს ხელოვნური დადგმული სპექტაკლი იყო თუ რაღაც უკვე მაგ დეტალებში აღარ ვჩვენე და არც მაინტერესებს უბრალოდ ფაქტია ან ადამიანი იყო ნაცემი და მე უბრალოდ მას მხარი დაუჭირე იმიტომ რომ ჩვენ აქ მდგომ საზოგადოება ვიბრძვით იმისთვის რომ თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული თუმცა ადამიანურ უფლებებზე რაღა ვისაუბრო ესაც ღირსება შელახულიერი ვართ და მე მაინც მგონია რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი როგორც მისია თქვა როგორც მარიარესამ აღნიშნა და არასოდეს არ დამნებდებით რა ამის იმედი მაქვს და პირადად მე ეგეთი გადასახედით ვუყურებ ამ ყოველთვის რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ყოველთვის და მუდმივად მადლობა თეონა გვარი შემხსენე ბერიძე თეონა ბერიძე მადლობა მოდი ჯემალ კახიძეს გავესაუბრები ასევე ჯემალ საღამოშვიდობისა რამდენად გამოდის რომ ებრძვის ოცნების რეჟიმი დროშას და საქართველოს სახელმწიფოსთან დაკავშირებულ სიმბოლოებს ზურაბ ჭავჭავაძე დღეს უკვე მეათე დღეა შიმშილობს ის წყალსაც კი არ სვამს მანამდე ასევე კიდევ ერთი მედროშე თემ ქათამაძე რომელიც ქართული მუჰაჯირების შთამომავალია გააძევეს ქვეყნიდან საერთოდ და თუ მოქალაქეობა არამედ ბინადრობაც კი არ მისცეს და დღეს ასევე ზუგდიდში ზუგდიდელ მედროშეს შეუფარდა 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა არ ვიცი ყველანაირი სიმბოლოებისგან დასლილი რეჟიმია ანუ რაღაც მასა ბიოლოგიური მასაა ქართული ოცნება ისინი არ ამგონია ჩემი აზრია ეს არ ამგონია ანუ ეს სიმბოლოებს ებრძოდეს უფრო პიროვნებებს ებრძვის სიმბოლოებს მისთვის არ არის საინტერესო იმ ადამიანებს ებრძვის ვინც ასე ჯიუტად აგრძელებენ ბრძოლას და ჩვენთვის სიმბოლოა თორე მათ კი არაც უხებდის რომ მედროშეები არიან ჩემი აზრით ის არც უხებთ რომ ის ადამიანები ვიღაცის პატივსაცემია აი სამაგალითოა და ესე ბოლომდე იბრძვის ამ რეჟიმის წინააღმდეგ და სიტყვის თავისუფლებისთვის და უკეთესი მომავლისთვის ყველასთვის. მათ შორის იმ ქართული ოცნების იმ რეჟიმის ოჯახის წევრებისთვისაც, რომელსაც ვერ ხვდებიან ჯერ კიდევ შეიძლება ვიღაცაებმა უკვე გამოიღვიძეს, იმიტომ რომ ეხლა რომ წავიდა პროცესი აი ემიგრანტებს რო ხმას უქმებენ მე მეზღვაურებსაც ალბათ ხმას გაუქმებენ არ ვიცი იმედია ისეთი არ მიეწოდებათ თქვენც მეზღვაური ხართ მაგრამ ჯერჯერობით რჩებით ამ მოყანაში მე დავანებეთ თავი მეზღვაურობას უკვე დიდი ხანია ვარ აქ და ეხლა შეუძლებელი იქნება რომ მე კიდე წავიდე არის რაღაც ხსები შეიძლება გამოინახოს მაგრამ აი 5 წელი რო გავა უკვე შეუძლებელი იქნება სადღაც მე-3 წელია აი ამ პროცესის მე-3 წელია ის რაც პროცესები მიმდინარეობს და მაგიტო აღარ დავდივარ. რაც შეხება ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შემთხვევას, თუ ადევნებ თვალს ირაკლი კობახიძის და უცნების სხვა მაღალჩინოსნების განმარტებებს და განცხადებებს, რა ჩანს თქვენთვის მათი განცხადებებიდან? ნაკვეთს უყურე ამ მოჭრილ ვიდეოს, სადაც ანუ დაჭრილი არა უყოთ, ანუ სრულად 4 წუთიანი ვიდეო იყო, თუ მახსოვს სწორად და საუბრობს იმას, რომ თურმე 2009 წელს რო ვანო მერაბიშვილმა, ანუ წინა რეჟიმის ხელისუფალმა შეიძინა, დღემდე ინახებოდა და გამოიყენეს ეს ისა რა ქვია, ფაქტიურად აღიარებითი ჩვენება იყო ეს მისი გამოსვლა. არ ვიცი ალბათ ეს ქიმიკოსი ხომ არ არისო, ხო? შეურაცხყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ ალბათ წამლის მიღება დაავიწუნა და ანუ რომ თქვა რომ ისა რა ქვია ხო ეს ნივთიერებები ქონდა და გაუშვით რა. ხო და ჩემი კითხვა არის ის რომ თუ ამდენი წელია ეს ნივთიერებები შეძენილი იყო და ინახავდით, რატო არ მოხდა ამის განადგურება? რატო არ ანუ თან პლუს ამას ანუ წესით ვადაგასულის უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ეხა გემზე გამოცდილებიდან ვიცი რომ წყალში ძალიან ბევრი
ქიმიური ნივთიერებებს ვამატებთ, რომ აი რო არ გამოიწვიოს ჟანგვა, დადები რო არ კონდეს და აი ორთქლი რო ვაწარმოოთ, თქვათ, კარგი იყოს, ხო? იმასაც არ არსებულია, რომ ეხლა თაფლი ხო არ არის, რომ ანუ არ გაფუჭდეს, ხო? გამორიცხულია 15 წელი ინახებოდეს ესეთი ქიმიური ნივთიერება და ვადა არ გასულოდა. ესე იგი ვადა გასული ქიმიური ნივთიერება ციანიდის შემცველობით, კამიტი, ანუ სახელწოდებით გაუშვეს და დაწამეს ხალხი. ანუ იმდენად ეშინოდა ალბათ მშვიდობიანი დემონსტრანტების რეჟიმს, რომ ყველაფერზე წამსვლელი იყვნენ და არიან დღემდე და თქვენს გარშემო რა საკუთარ თავს თვითონ იმარხავენ, ან თავისი ხელით იმარხავენ და ამიტომ უნდა ჯიუტად ვიბრძოლოთ ბოლომდე და ვიდგეთ აქ. თქვენს გარშემო რამდენად შეცვალა ამ ამბავმა განწყობა ადამიანების იგივე ოცნების რეჟიმის როგორ არ შეცვალა მე ბევრთან არ ვისაუბრია ამ ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ ეს ახალი ამბავია ახლა შედარებით, მაგრამ ანუ ვისაც მომისმენია აზრი ჩემს გარშემო ისინი ყველა აღნიშნავენ რომ ეს თუ ნამდვილად დასტურდება არის არ ვიცი ანუ საშინელება და ტერორიზმი შენი ხალხის წინააღმდეგ ანუ რაც არ უნდა იყო ანუ მათ შორის ოცნების მხარდამჭერები ანუ შენ ხალხს რო წამლავდა ანუ ვინც არ უნდა იყო ხო ანუ ეს არის რა ვიცი მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერმაც კი ვერ გამოიყენა ეს აკრძალული იარაღი ხო იმიტომ რომ მას ჰქონდა ეს გამოცდილი როგორც ვიცით პირველ მსოფლიო ომში როცა იყო ჯარში რომ მოიწამლა თვითონ და ჰიტლერს არ გამოიყენებინა ესენი არ ვიცი ალბათ რომ შეეძლოთ ან დაგხვეწდნენ ალბათ ან ისეთი ყველაფრის მკადრებელი ხალხია ჩემთვის ანუ წინამდებობაზე მინდა კითხოთ ასევე ბოლოს თქვენ წინამდებობაზე მის განვითარებაზე უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება წინამდებობა ხო აი თქვენ როგორ უყურებთ ახლა ამ პროცესის განვითარებას ისე რომ ამან აიძულოს ივანიშვილი რომ მან უკან დაიხიოს ჩვენი აქციის მონაწილეების მიზანი არის ის რომ აუცილებლად დასანქცირდნენ კიდევ უფრო მეტად და შეიზღუდონ ის პიროვნებები რომლებიც არიან ხალხის წინააღმდეგ ჩვენ არ გვინდა რომ ანუ მაგალითად ჩამოგვერთვას ვიზა ლიბერალიზაცია იმიტომ რომ ამით უამრავი ადამიანი სარგებლობს და სარგებლობს და გვინდა რომ კონკრეტული პირები დასანქცირდნენ და შეეზღუდოთ მოგზაურობა თუნდაც თავში საფრის მოთხოვნა იმიტომ რომ მაგალითად ჟოზეს ამბავზე ხო აი იქნება და ირაკლი ღარიბაშვილსაც დაჭირდეს ანუ ისეთ მდგომარეობაში ჩააგდონ რომ დაჭირდეს თავში საფარი რომ ვერ მოახერხოს ისეთ ქვეყნებში წასვლა რომელსაც ლანძღავდნენ და ანუ deep state-ად მოიხსენიებდნენ და იმათ მოიხსენიებდნენ ხო და სინამდვილეში ანუ თავიანთი ოჯახის წევრები სწავლობდნენ, დადიოდნენ და თვითონაც რა ვიცი, შენერად სარგებლობდნენ იმ პრივილეგიებით, რაც იქ ყოფნას მოაქვს, ხო? ამიტომ არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება ეს, მაგრამ სანამ ერთი ადამიანიც აქ იდგება, ამას ყოველთვის ვამბობ, მე აქ ვიქნები. დიდი მადლობა, ეჩემო კახიძე იყო, ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილე. თქვენ ესმენთ ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების კომენტარებს და შეფასებებს ბოლო პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის ზურაბ ჭავჭავანიძის შესახებ, რომელიც ბათუმის საპროტესტო აქციის მედროშია და ის უკვე მე-10 დღეაში მშილობს, ის წყალსაც არ იღებს. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა დღეს აღამოს, ესწრებოდნენ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.